ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუზეუმო, ტურისტული და ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა დღეს თბილისში. ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის განვითარების სტრატეგიული გეგმა ენგურჰესის მიმდებარე სხვადასხვა ტიპის გასართობ, შემეცნებით და სათავგადასავლო ზონების მოწყობას გულისხმობს. პროექტი 10 წლიანია და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება. იქნება ტურისტულად საინტერესო ადგილები, იქნება შესაბამისი მუზეუმი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ შემეცნებითაც გაერთონ მრავალი სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გასართობი მუზეუმი. ვიზიტორთა ცენტრი იქნება, რესტორნები იქნება, კაფე იქნება. იქვე იცით, რომ ენგურჰესისთვის შექმნილი არის შესაბამისი სოფელი, თავის დროზე შენდებოდა და ის სოფელი განვითარდება და იქაური მოსახლეობა ჩაერთვება ამ განვითარების პროცესში. ჩვენ მოვამზადეთ ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუზეუმო და ტურისტული ზონის მოწყობის გეგმა. პროექტის თანახმად დაგეგმილია საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტებისთვის საინტერესო გასართობი და შემეცნებითი ზონის მოწყობა. ვფიქრობთ, რომ ამ ადგილს განვითარებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.